მუღამი რო არა გახო ხთები? ქორწილის მეორე დღე რო დავლიეთ. უსამართლოება არის ყველაზე ბრუტალი. სადღაც ის ამარას თამაშობდი მოკლედ მიერ. მართლა დედას გეფიცები მართლა მეკუთვნოდა. მე დავაცვა ხო შამპურზე. თამაშობდი ესე ხშირად მინი ფერბურთს. ორივე სანაირად გონიოთ რომ მოიგეთ და ეკულა თქვენი. არა ზოგ ამანები თავი. აი სალამი საფეხბურთო იზოლაციიდან ეს არის საფეხბურთო იზოლაციის არხზე ბაასის მორგი ეპიზოდი სადაც ჩვენი სტუმარი გახლავთ აწ უკვე მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე რასაც დიდხანს ველოდებოდით ყველა ალბათ პირველ რიგში შენ და როგორ ხარ კი ვიცი როგორ ხარ მაგრამ მაინც მოგესალმები ჩემო ძმაო მადლობა პირველ რიგში და წარმატებას გისურვებ ამ საკითხში ძალიან კაი საქმეს აკეთებ მომწონს და უფრო კარგად უნდა გააგრძელო და კარგად მიყვები, იმიტომ რომ კარგი სპორტის გულშემატკივარი კაცი ხარ. რაც შეეხება ჩემ თავს, ეხლა რა ვიცი, კარგი სეზონი იყო, თუ შევადარებთ წინა წელს და წინა სეზონს იმასთან შედარებით, იმიტომ რომ რაღაცეები იყო, ეხლა ის ყველაფერი გავშლით ჩვენ ვისაუბრებთ ამ ყველაფერზეც. მაგრამ კარგად დავამთავრე სეზონი, აი როგორც მინდოდა რა, როგორც მინდოდა რაღაცა რთული პერიოდი იყო რა, ბევრი შეჯიბრი გამოვტოვე, ხა წარმოიდგინე რეიტინგში, როდესაც პირველი ხარ რამოდენიმე წელი და იმის შემდეგ რაღაც მე-11-ზე თუ რაღაცაზე ჩამოვიწიე. ნუ რაღაცნაირად ხო ხვდები რა. რაღაცა პერიოდი ისე ვიყავი რა, მუღამი რო არა ხო ხვდები. მაგრამ აი ეს სოფლიო ჩემპიონატი მაინც მაძლევდა მუხს, იმიტომ რომ ჩვენთან იყო, ხა საქართველოში ტარდება მაინც გინდა თუ არა ეხა თავი მაინც უნდა მოიხოდო და ისე უნდა მიხვიდე რა სხვა გზა არ აქვს. თან ყველაფერს თავი დავანებო შეგიძლია რა. ეხა კონკურენცია არის, ყოველთვის იქნება, მაგრამ ისეთი ასაკი მაქვს და ისეთი გამოცდილება მაქვს უკვე მიღებული, რომ ანუ ყველაზე შემიძლია ვთქვა რომ მოუგებ. და ეგ ანუ დავიბრუნე ეგ დუხი და რა 5 შეჯიბრი ვიფარიკავე ამ სეზონზე 4 მედალი ავიღე ერთზე 4 ამ 5-დან 4 მედალი ავიღე სოფლიო თასი მოვიგე სოფლიო ჩემპიონატამდე და ვერცხლი იყო და ხო ვერცხლი იყო და ერთი ბრინჯაო და სოფლიოზე დავაგვირგვინე ოქროს მედლით ძალიან მაგარი იყო იმიტომ რომ აი ხო ხვდებით რო იწყებ რა სპორტს რო იწყებ და რაღაც პირველ შეჯიბს რო მოიგებ და რაღაც შილკა გიშდება და მუღამიგეთ იგივე პონსო დაგიბრუნებს ხო ხვდები აი ეგრე ვარ რა ახალგაზრდურად გწნობ კიდე თავს და ანუ სიმშვიდეა უფრო ხო ხვდები ხა ეს ტიტული მაკლდა არ მქონდა სოფლიო თასები ბევრჯერ მაქვს მოგებული მაგრამ თვითონ ჩემპიონატი ვერცხლის მედალი ბრინჯაო და ხო ხვდები ოქროს მედალს სხვა გემო აქვს რა მე იცი რა მახსოვს ხწეგმას ანუ კი ჩაირთო ნახევრად მაგრამ მაინც ქორწილში გაგიცან ჩვენი ერთი კარგი საერთო მეგობრის და ნუ შენ კიდე სხვა ამბობდა მაგ ადამიანთან და მე მახსოვს ქორწილის მეორე დღე რო დავლიეთ კაკრას ეგ პერიოდია ოლიმპიადის ხო ეგ პერიოდია ხო 2024 წლის ზაფხულია აგვისტოა დაწყება აგვისტოს ახალი ჩამოსული კი და რაღაცა კიდე ეს პირველმა ტალღამ რო გადაიარაცი გონებაზე რო ხარ რაღაც და რო ამბობ რომ აი წელს რაღაცა ესე ბევრ ჩემპიონატებში არ მივიღე ხო მონაწილეობაზე კიდია თუ პირობითად პირველ რეიტინგში პირველი აღარ ვიქნებიო და მე არ ვიცი გახსოვს თუ არა თქვი რომ მე სოფლიოსაც მოვიგებო და ოლიმპიადასაც მოვიგებო და ეხლა კი გისმენ მეც და რა თქმა უნდა გულშემატკივარი მეთქი რაღაცა სადღაც ეს სადღაც ფსიქოლოგიურად ვერ არის მეთქი სადღაც მაგრამ ერთი გააკეთე რასაც პირველი ის რომ ნახე შენი შეხვედრა ეხლა მე ხო კიდე არ ვიცი ჩვეულებრივი დილე და ჩათვალე ეხლა სრულად რაც გიყურე პირველად გიყურე და რო ვნახე მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი მომდევნო მეტოქეები თუნდაც ის იტალიელიც რა მაგარი ყოფილა ის ფრანგიც რა კარგი ყოფილა ნუ ეგვიპტელებს აღარ ვსაუბრობ თქვი რომ მეთქი ეს უფრო ჩაუღრმავდი ხო და მეთქი ეს ყველაფრის ფასა და აი რაღაც მომენტში რომ აგებდი და კამბექების რომ ნახე მანდაც კი ნერვიულობდი მაგრამ დიდად არა რა და ესეც მინდა იცოდეს ხალხმა რომ აი რა თქვი და რა ის რა ის ხო ну ახლა ხო ისი ახლა მან თავი თემა ფსიქოლოგიური მომენტი იყო გადაგველახა ის მომენტი რომ აი მოდი ეს რა გამიკეთეს ну ბიჭო ეგ არის ცხოვრებაც ეგეთი რაღაცა არის რა დაბრკოლებები უსამართლოებები ახლა უსამართლოება არის ყველაზე ბრუტალი რა გინ ცხოვრებაში გინ სპორტში ხო ხვდები და ეგეთი რაღაცები რო ხვდება ახლა თან არაერთხელ შემხვედრია თითქოს იმ მომენტში კი გძნობ თავს სუსტად რა მაგრამ თავი თემა ეგაა ცხოვრების რომ აი ეგ მან თუ შენ გადალახავ ეგ რა
და რაღაცა სწორად მიუდგები ეს ბიჭო რთულია ეხლა მე კი არ ვიძახი ეს არ ადვილია იმიტომ რომ სირთულეა რაღაცეებში ხელს გიშლის თვით შეფასებას გიგდებს მიხვდი რაღაცას სიტყვა მე აღარ აქცევ შენ ყურადღებას იქ უსამართლოდ მოგექცევ საჟი იყო ის იყო ეს შენი მწვრთნელი არ ვარგო და თუ რაღაც ხო ხვდები მაგას აღარ აქცევ ყურადღებას მე შენი თავის ფასიც გივარდება იმიტომ რომ შენ მე საბოლოო ჯამში იასნია შენ თავს აბრალებ ამ პრობლემას ხო ხვდები მაგრამ ნახე კარგი ისაა რომ მაინც შენ თავს აბრალებ რა იმიტომ რომ შენ მაინც შენ თავს აბრალებ რაღაცნაირად შენ ცდილობ რომ იმ შეცდომაზე კიდე იმუშაო შეიძლება მაქსიმალისტობის ის შემოდის მართალი არასდროს ვერასდროს ვერ ვიტყვი მე ვიცი ყველაფერი არ არსებობს რომ რაღაცა ყველაფერი ვიცოდეთ და ყოველთვის რაღაცა გვაკლია ხო შეიძლება გარედან რო უყურებ აი მართლა დედას გეფიცები მართლა მეკუთვნოდა ეს ოლიმპიადის ერთხელ მაინც მეკუთვნოდა ეს ოქროს მედალი მაგრამ ესე მოხდა ალბათ ესე იყო საჭირო ხო და ეს ყველაფერი რაღაცნაირად ბიჭო სხვა მხრიდან შევხედე როდესაც აი დავისვენე აზზე მოვედი გავაანალიზე რომ მე კიდე შემიძლია და კიდე შემწევს ხო ამის ძალა და ეს ყველაფერი იყო რა დაუბრუნდი ჩემ საქმიანობას შრომა ჩავდე ისევ ფსიქოლოგიურად უფრო გამყარდი და რაღაცნაირად ვიმუშაო კიდევ ფსიქოლოგთან და სხვათა შორის ძალიან საჭიროა სპორტში და რაღაცეებში ძალიან გაალაგებს და რაღაც ჩამოყალიბებულს ხდის აუ ჩემი აზრით უნდა იყოს რა საქართველოში საერთოდ სპორტში უნდა იყოს შართული ფსიქოლოგი სპორტული ფსიქოლოგი აუცილებლად რაც გვაკლია კი აი სულ ვიძახი მაგას რომ თუ გვინდა რომ რაც შედეგი გვაქვს 10 ჯერ მეტი შედეგი დაიდოს საჭირო არის უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესია იმ ადამიანმა ეხლა ვინც რაღაც კბილი რო აქვს ტკივდება რომ მივდივართ ექიმთან აი აქაც ესეთია რა გადაღლილობა რაღაცა იცის იმ ადამიანთან სპორტსმენებთან მუშაობა ამიტომ საჭირო თემა არის ჩემი აზრით უნდა იყოს ჩართული ეს ყველაფერი ეგ იყო და ეგ რა მივედი მომზადებული ძალიან მომზადებული ფსიქოლოგიურად ეხლა შენ დაიმახსოვრე ერთი ფსიქოლოგია სპორტში ერთი ეგ თემა დაიმახსოვრე და მეორე თემას დაიმახსოვრე უკვე შენი გიჟობები ეგრე მაქვს მე რა ეს ორი თემა დაიმახსოვრე ეხლა გადავუხვით აი სოფლიო ჩემპიონატზე მე მგონია რომ ბევრი არც არის ალპარაკო და დამტკიცებული ყველაფერი და გაუმარჯოს შენს სოფლიო ჩემპიონობას აქვე ვისარგებლებ ამითაც რომ ჩვენი სპონსორი არის ორი კათხა კუპრაძის 52 ვიქტორ კუპრაძის 52 ნომერი შეგიძლიათ ეწვიოთ ამ რესტორანს და ისარგებლოთ როგორც ქართული ასევე ევროპული სამზარეულოთი და არის 4 სახის კრაფტ-ლუდი ეს კონკრეტული ლაგერია საერთოდ ეს არ მაქვს გასინჯული შვენიერია არის ასევე პილსნერი ხორბლის ლუდი და APA აბა გავსინჯავ ამასაც შვენიერით ისეთი გემრიელი კაი არომატები აქვს ხელი გემრიელუდია განა მე რაღაცა APA-ზე მქონდა აპას რო ეძახოს მაგაზე მქონდა ჩაჭერა რომ შავი როა რაღაცნაირად და ცოტა ისეთია ეს სუბუქია ეს სუბუქია ის რომ წარე და ის არის კაი ეხა შენ მითხარი ცოტა ხანი ფარიკავა დავტოვეთ ოღონდ ფარიკავა მაინც ლაიტმოტივად არის შენი მენტალობიდან გამომდინარე ფეხბურთთან რა კვეთა ქონდა იმიტომ რომ პირველი წარმოვიდგინე აქ რო ყოფილიყავი მე ეს შარშან გითხარი და პირველი რაც კითხა ფეხბურთში როგორ ერკვევით ხო ეგ კითხე რა და ფეხბურთს მე თამაშობდი აბა რას თამაშობდი მოყევი ეხა საათაშორის დღემდე ძალიან კარგად თამაშობ ბევრჯერ მქონდა შეთავაზება ბიჭებთან ეხა უკვე მცალია და თვითონაც აგიმტკიცებ რა ნახოთ და ფეხბურთი ძალიან მიყვარს რავი ჩემთვის დღე ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტი იქნება ჩემ სპორტთან ერთად თამაშობდი ბავშვობაში, რავი, 35 სკოლაში თამაშობდი. რამოდენიმე 1-3 წელი ვიარე. მაგრამ 3 წელი ფარიკავაზე არ დადიათ. უფრო გეუბნები აი პატარა ასაკში. პატარა ასაკში ფარიკავა დავიწყე 14 წლის. ისე ახლა საშუალოდ რა ასაკიდან იყო ფარიკავა? 7-8 წელი. 7-8 წელი. და 7-8 წლისას რა სასწავლიან ხომ? 7-8 წლისას აი შენ ფეხბურთის მწვრთნელი ხარ და როგორი სიტუაცია აი რომ შეაყვარო სპორტი ხო ხტები ანუ ძალიანაც არ ტვირ თავი თუნდაც ფარიკაობით მიდიხარ ის ფიზიკური ათამაშებ რაღაც ხო ხტები იმ ხმალთანაც მცირე ურთიერთობა აქვს მიხვდი ანუ ძალიან დიდად არ ტვირს თავ რომ პატარა ზომის შესაბამისად ბავშვებიც არის პატარა ზომის ხმლები და ძალიან ისეთი რთული და საინტერესო სპორტია რა სხვათა შორის ფარიკავა ძალიან ინტელექტუალური და კაი სპორტია რა რთულია ხო ანუ დიდი ისეთი განსხვავება არაფერი არა ანუ თვითონ სპეციფიური ვარჯიშები რაცა უფრო 10 წლის მერე რომ გასაგებია უფრო გააგებინო ბავშვს ფეხბურთზე ვსაუბრობდი და ფეხბურთი დღემდე ისე მიყვარს რა ვიცი გულშემატკივარის ვარ ხა
ჩვენ ისეთი ეპოქის მომსწრეები ვართ ხა. ერთ წუთი შენ მგონი გუნდში გემთხოვი. რა გუნდია? Manchester-ი ხო, Manchester-ელები ვართ. ცოტა კი ვარ და ჩაგროლები რამოდენიმე. რაღაც ცოტა. მაგრამ ეხა ძალიან დიდი იმედი მაქვს სხვათა შორის კაი კაცი მოგვიყვანეს რა. აი, იცი რა არის ეხა ეს უნდა თქვა, კი არ ვამბობ ხოლმე უცენზუროს თქოს, მაგრამ ყვერებიანი კაცი რა და ეგ მომწონს რა მაგაში რა. სხვათა შორის პირველი თამაში წააგეს. ხო. მაგრამ კაი თამაში დადეს ძალიან. მანამდე ხო ის Summer League-ის ის მოიგო. მოკლედ ვფიქრობ რომ აი ამ სეზონშივე იტყვის თავის რაღაცას იზავს რა, რაღაცას გააკეთებს. ნაკრები რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრები და რასაც ვამბობდი ჩვენ მაგარ დროს ვართ რა. ძალიან კაი ლეგენდები ყავს საქართველოს უამრავი ძალიან დიდი ფეხბურთელები ყავდა, მაგრამ დღეს ისეთი ნაკრები ყავს და ისეთი შედეგი დააფიქსირეს რომ ბავშვებს რა უყურებ ხა ფეხბურთი მოაბრუნეს რა. ხო, ერთ პერიოდი იყო ხოლმე რაგბი რო შემოვიდა, ხო იცი და ხო, აი ეხა ისევ დაბრუნდა. აი ხა ისეთი ფენომენი ყავს ეხა რა ხვიჩა კვარცხელია. იმიტომ არ ვამბობ რომ ჩვენია რა ქართველი, ძალიან ძლიერია რა ვიცი. მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში დღეს და აი ძალიან ბევრი აქვს წინ. კი. შენ თუ გითამაშია რომელიმე ცნობილ ფეხბურთელთან ერთად ფეხბურთი? ფეხბურთი? ხო, მინი ადრე ხა რა ვიცი ბიჭო, ადრე როდესაც თამაშობდი ესე ხშირად მინი ფეხბურთს, ბიჭო ნაკრების ახალგაზრდული რა ვიცი აბურჯანია. ვაუ, აბურჯანია თან როგორი იგროკები, ეს შუაში იდგებოდა აბურჯანია. ჭანტურა, ცენტრიდან ძველი იქნებოდა. ნიკუშა ძალიან კაი ფეხბურთელი იყო და მაგარი ბიჭია ძალიან. კი, ახლა უფრო ჩემ წლოვანებასთან ახლოს ყოფილი. ჩემ წლოვანებასთან. ოკეი. კაი, მე მაინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი შენი აზრით, გარდა იმისა, რომ დატკეპნილი სამოტივაციო ტექსტები არის ხოლმე, აი დიდი წაგება, როცა იწვნია სპორტსმენმა. არ აქვს მნიშვნელობა სპორტის სახეობას, მაგრამ მოვიღოთ და შეგან წავყვეთ ახლა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის ხოლმე მაგის გადალახვისთვის და შენი აზრით, რაიმე პერიოდი არსებობს კონკრეტული ესეთი, რომ აი გადასალახი პერიოდი ეს არის. და აი ეს პერიოდი თუ არ გაიარე, ვერ იქნები მზად მომდევნო ჩემპიონატისთვის. სხვათა შორის კარგი შეკითხვაა და ეხლა რა ვიცი, ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი მოდის და ძალიან საჭირო რომ შეამზადო და იცოდნენ რასთან აქვს საქმე, იმიტომ რომ ძალიან რთული საკითხია და საქმე არის სპორტი. ნუ სპორტი პირველ რიგში ძალიან დიდი შრომატევადობას მოითხოვს და ძალიან დიდი შრომა ჭირდება და ნიჭი ძალიან კაია, მაგრამ ნიჭი არის მე-5 ხარისხოვანი. ნიჭი თუ გააქვს და შრომის მოყვარე ხარ, ცხოვრებაში დარწმუნებულები იყავით რომ დიდ შედეგს მიაღწევთ რა, არ არსებობს შრომას თუ ჩადებთ და ვინმე თუ გეტყვით აი ამას აი ვინმე ახლა არის ახლა რამოდენიმე რაღაც სპორტში მიდიხარ და აი ამ ბავშვს არ შეუძლია. აი ეგ არის დანაშაული ჩემი აზრით და არასდროს არავინ არ უნდა თქვას რომ არა ამას არ შეუძლია. შეიძლება იმ სპორტში ვერ გააკეთო, მაგრამ არ უნდა აკადრო ბავშვს, არ შეუძლია. ხო ხვდები? არაფერი არ არის შეუძლებელი, ყველაფერი არის შეძლებადი და ის დამარცხებაც არის საჭირო აუცილებლად ცხოვრებაში. დიდი დამარცხება არის აუცილებლად საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა რაღაცა დიდი გავაკეთოთ, რაღაცა დიდი ტკივილიც უნდა განვიცადოთ, ხო? ესე არის მოწყობილი. მე, რავი, ჩემი კარიერის განმავლობაში სულ ესე იყო რა, რაღაცას ძალიან დიდი შრომა შავდებდი და ყოველთვის ხო არის რაღაცა რო ხელს გიშლის რა, წავაგებდი და აი როგორ არის ხო, აი ბოროტი რო ცდილობს რომ ხელი შეგიშალოს, ხო ხვდები? ეგრეა რა, ანუ ხელს გიშლის რაღაცა რო ჩაქიმო რა, აი ვერ წახვიდეს, ვერ განვითარდე. ხო ხვდები შენ თავში რამდენი ნეგატიური. ეგ არის რა, რაღაცა მაგალითად დიდ დამარცხებას, აი ოლიმპიურ თამაშებს წააგებ, სოფლიო ჩემპიონატის ფინალს წააგებ. ხო ხვდები რა? აი მაგის მერე თუ გაანალიზე რა, არა აქვს მნიშვნელობა როგორ წააგებ. საჯი წააგებ, ანუ მაგას შენ თვითონ თუ გაანალიზებ, რომ ახლა თუ გებრძვიან სულ და თუ ანუ არ ეგ სხვა საკითხია, მაგრამ მაგასაც შეგიძლია მოუგო რა. რაღაცა 10 ჯერ უნდა გადაახტე შენ თავს, რომ ეგ კითხვის ნიშნები აღარ დატოვო რა. მაგასაც შეგიძლია მოუგო. აი ეგეც შესაძლებელია რა. ხო და ამიტომ უნდა აი არის პერიოდი აუცილებელი, ანუ ნახე რატო არის აუცილებლად რა, რამოდენიმე თვეა ალბათ ხო ოლიმპიური თამაშების შემდეგ მე ხარო სექტემბრიდან დამეწყო სეზონი ხო? წავაგებდი, აი პირდაპირ ვამბობ, რომ ანუ შედეგს ვერ დავდებდი. მერე ეს ნეგატივი, მერე კიდე ნეგატივი და მერე ხო ხვდები ვაფშე უფასურდება რა, ეს შენ თვით დაჯერება რას გაქვს და ძალაუფლება შენ, რასაც ფიქრობ, რომ მე ამაში ვარ ძლიერი,
უფასურდება, ხვდები და ამიტომ რაღაცა პერიოდი აუცილებლად უნდა აიღო ხა. ტოკიოს შემდეგაც 21 ტოკიოს შემდეგაც ახლობით 5 თვე არ მივიღე მონაწილეობა და წარმოიდგინე ხა შავა შემდეგი სეზონი რა აი 2 წელი შენ ძმობას ფიცავარ 2 წლის განმავლობაში ჩატარდა რამდენი 25 შეჯიბრი ხო 22 მედალი ავიღე ხა ეს აი თავის შეხება რატო ვიძახი ხო აი რაც არის ისე რატო ვიძახი ამას რომ იმ პერიოდის განმავლობაში იმდენად გავაძლიერე ჩემი თავი და იმდენად მინდოდა რომ მე დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის რა პირველ რიგში რომ აი ნახე ხო დაამტკიცე რომ შენ მართალი ხარ ხვდები ჩემი თავისთვის თორე იმათვის ახლა ეგენი არიან ეგეთი ხალხი აუცილებელია ცხოვრებაში რომ აი ეგ გინდა საჯები ხო სეირის მაყურებელ ხალხში აყავს აი ზუსტი ცუდი პროფესია მე რასაც უყურებ რა აი ჩემს სპორტში სხვა საჯებს არაფერს არ ვიცი ძალიან ისეთი ფლეშბეკები არ გაქვს აი მაგალითად თუნდაც აი სოფლის ჩემპიონატის ფინალს რო შევეშვათ ხო თუნდაც ეგვიპტელთან ფლეშბეკები არ ქონდა აი მწინა იმის აი კაი ფსიქოლოგიურად მოემზადე გაიარე მაგრამ აი უშუალოდ დღეს რო წარმოიდგინე იმ ხელა შენი ფსიქოლოგიური მომზადება რო ყირამალა დადგა და აზრი არა ხო და რა ხდება მაგრამ წარმოიდგინე თან ახლა ეს ტიპი არაფერს არ ვერჩმი ამ ტიპს ის გამოვიდა მობილიგზე მოგება უნდა ხო ყველას მოგება უნდა ახლა რა იბძვის ახლა ხო და ახლა იმას სუფეხებზე კიდე იმ საჯით მოიგებს თუ ხო ხვდები მართლა მოიგებს რა და ნუ ახლა თვითონაც კარგად იცის ახლა რა მოხდა და როგორ მოხდა და ახლა რა თქმა უნდა ხმას არ მოიღებდა მაგრამ მე რაზე დამწყდა გული რომ მართლა ეგონა რომ ჩემზე ძლიერი იყო რა და რეალურად ახლა რა ვიცი სტატისტიკას ჩავეშ ოფიციალურად შევიდნენ და როდის აქ მოგებული და ოდესმე თუ ქონდა მოგებული და ხო ნუ ახლა რაც იყო რა და უბრალოდ რომ დაბრუნდა და აქ გამიხარდა ხო იცი აი რომ დავინახე და ჩემ ბადეში იყო აუ მეთქი აი ხა ეს დავაცვა ხო შამპურზე ბედია მეთქი რა მაგრამ ნახე კაი ანგარიში სულ მე მიმყავდა ეს ანგარიში მაგრამ რაღაცა მომენტები მახსენდებოდა მაინც რა ის მაგრამ აი რა მომეწონა ჩემ თავში ერთადერთი რა მომეწონა რომ თავი ხელში ავიყვანე რა ამ სოფლიო ჩემპიონატზე თავი ხელში ავიყვანე და შედეგიც დაიდო რა ყველაზე მთავარი ეგ იყო ყველაზე მთავარი იყო ჩემი თავში ხელში აყვანა რა აი როგორ ვიყავი სისუ ვიყავი ჩართული შეჯიბში არ ვფიქრობდი არც მოგებაზე არაფერს ვიყავი აი step by step ხო პროცესი რაღაცა ეგეთი ხო ცხოვრების განმავლობაში აზრი არ აქვს რომელი სახეობიდან შენთვის სამაგალითო სპორტსმენი ვინ იყო ხოლმე თავისი მენტალობით ან წინსვლით ან ნახე წინსვლამდე ძალიან დიდი ვარდნით რომლის შემდეგაც იყო წინსვლა და ამან გამოიწვია შენზე რაღაცა ზეგავლენა რომ ამის მერე დაბრუნდა შეიძლება ახლა კობი ბრაიანტს ძალიან დიდი ვარდნა არ ქონდა რა არ ვიცი არ მინახავს მაგრამ ხო ძალიან დიდი იყო რა დიდ ვარდნაში ის ჩავთავოთ მაშინ ბოსტონთან რო წააგო ეგეც შეიძლება და დაბრუნება მაგრამ მაგის მენტალობა რა მამბა მენტალი ხო ხტები ანუ ბიჭო ანუ აი პოლ გასოლი და ისინი ვაზრობენ რა რაღაც იმაზე რო იყო ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ რო ოლიმპიადაზე შენ ბიჭო მაგაცები ვარ თუ რა ვაფშე ისე იქცეოდაო რომ თითქოს საერთოდ არ მიცნობდაო რა ისე არის რა ისე იყო ტიპი ორიენტირებული შედეგზე ხა წარმოიდგინე როგორ არ აინტერესებდა არაფერი და ჩაკეტილი იყო იმ მომენტში როცა იყო პროცესი რა ეხა ერთ-ერთი ეგეთი რამდენი არის მე ფიქრობ რონალდო ძმა აი კრისტიანო შენ რონალდო მოხდას თან იმიტომ მომწონს რომ აი ხო იცი როგორ და რამხელა შედეგია გაკეთებული ადამიანის შრომის ხარჯზე უნიჭოა ვერავინ ვერ იცის ეს იცი რა არის ეს ტენდენცია ადრე იყო ხოლმე რომ ეს ტალანტია ეს შრომის მოყარება ნიჭია ჩვეულებრივ ეგა ყველაზე დიდი ნიჭი ადამიანში შენ თუ შეიძლება რომ იშრომო დღეში 7 საათი ივარჯიშო ჯობდე რომ ნაკლებად ნიჭიერი იყო და შეხედე რა ანუ ხო ხტები ახლა რაღაც ალნასრიში თამაშობს და წააგო რაღაცა არაბეთის დასის ფინალი იტირა აი ხო ხტები რა ანუ ამას უნდა დიდი ნიჭი სწორად აღნიშნე რა ავი ჩემი საუკეთესო ფეხბურთელი დევიდ ბექემი იყო ის მაგრამ ქართველებსაც მე დევიდ ბექემი ყველაზე მაგარი და ყველაზე მაგარი სტილის ფეხბურთელი მე მინდა ქართველებზეც ვისაუბრო რა ბიჭო ძალიან დიდი ფენომენები ხო ჩვენ საქართველოს ყავს უდიდესი სპორტსმენები რა ჩემი ეპოქაში ჩემი მეგობარია და ჩემი ძმა არის ხა მაგალითად უბრალოდ ხლაშა ტალახაძე რო ავიღოთ იმ ხელა სპორტსმენია შეიძლება ექსპორტი არ არის ცნობილი
როგორც ჩოგბურთი, როგორც მაგრამ ეხლა რავი შევხედოთ რა, გადავხედოთ ლაშაშავდა თუ ბიჭო ძალიან დიდი სპორტსმენები ყავს. ბეკაური აიღე, ბევრი მაგარი ყავს რა. იცი რა არის? რაღაც მომენტში მგონია ხოლმე რომ პირობითად იმდენად არ ვიცი როდიდან დაიწყო ამის ათქმა, მაგრამ გავნებივრდით, ანუ განებივრებულები ვართ. ამით რომ ვეღარ აღვიქόμთ ხოლმე. აი ხა ლაშაშავდათოშვილი რა თქვი. ანუ ყველა სინჯის მედალი აქვს, ყველაფერი აქვს. აი ბიჭი, აი რავი, დედას გეფიცები, ძალიან კარგად ვიცნობდა, ძალიან კარგად მეგობრობ. აი რო გაიცნობ, მიხვდები, რომ თავს გაგზნობინებს, რომ ის ყველაფერი ჯერ კიდევ პროცესია რა, რავი, მაგარია დიდი. მე ლაშას ის მოწონს ხოლმე, ინსაიდ გადავებ მოწონს ხოლმე, ძალიან კაი ის არის, მაგარი იუმორია. თან მემთხოვით თანაქალაქელია გორეულობაში რა. კი, კაი ადამიანია და აი კაკრას შენას თქვი რა. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არ ვისაუბროთ. ეხლა უბრალოდ იმიტომ თქვი ის სპორტსმენები ეხლა ძალიან ხო ხტები ბავშვობიდან გიყვარს გულშემატკივრობა. ჩვენ დაჟე იმის ფუნება გვაქვს რომ ჩვენ საერთოდ არ ვისაუბროთ უცხოელ სპორტსმენებზე, როდესაც ყავს ძალიან დიდი სპორტსმენები რა, ლეგენდები, ხო? ჩემ ასაკში უკვე ლეგენდები არიან. ხო და რავი. უნდა დავაფასოთ და უნდა ვცეთ პატივიონ ხალხს რა ჩემი აზრით. ინტენსიობის აი ჯერ ესეთი კითხვა მაქვს, სანამ რაღაცას შევადგენ. მინახავს მაგალითად ჩოგბურთელების ვარჯიში ჰაილაითებად ვამბობ რა მინახავს ყველაზე მთავარი ფორმულა 1-ის ნუ ეს მძღოლების მრბოლელების რა მრბოლელების ვარჯიში აი თუნდაც რეაქციაზე როა თუნდაც ის ინტენსიობა ფიზიკური ის რაც არის გამძლეობაზე რატომაც გონია რომ მანდუია ფარიკაობაც აი ხა ის გინდა რეაქცია გინდა სისხარტე გინდა ის რა ხომ ხო ის ვარჯიში მათ რო აქვს ხა ეგ იმიტომ აქვს რომ ხო თავზე ხო ეგ ვარჯიშიც გაქვთ ხოლმე რამე თუ და გონია რომ რა მომენტში ვიქნებოდი მე იცი არ ვიქნებოდი უბრალოდ სპორტსმენი პირობითად მითამაშია ფუტზალი და ხო ვიცი რამდენად დაუფასებელი სპორტია და რომ მივხვდი რომ აქ დაცვაში რომ ითამაშო უნდა ჩაჯდე მუხლები ეს წვივის კუნთები ოთხთავა კუნთები ისე მოვზადებული უნდა კონდეს რომ ეს რო გამეკეთებინა თქო დიდფერ ვითამაშებდი თქო რა ანუ მე გამის 10% გამეკეთები აი მან რო ხვდები რომ ამ ხელაში რომ უნდა გავწიო და მაინც რიგით შეიძლება რაღაცა მე-20 სპორტის სახეობა იყოს და ვიღაცა ფარიკაობა რა არის ხო მან დამეკარგებოდა мотиваცია და აი ჯერ გითხარი რამდენად ახლოს არის მაგ ხელა ფიზიკურ ინტენსივობასთან და მე მაგ мотиваციას გითხარი რა გაძლევს ხოლმე რა ხა ოჯახმაც ხელი შეგიწყო და გასაგებია მაგრამ ხო შეგიძლია რომ დაგეკრა ფეხი და გითხრა რომ არ მინდა რა ეს ფარიკაობა ხო კი აი ნახე რა არის კაი კიდე იცი ეხა რატო გვიმარტივდება მე და შენ საუბარი გესმის სპორტი და ხა მაგალითად შეიძლება არ ქონდა აქამდე გაგებული რომ აი ძალიან უხდება ერთმანეთს იმიტომ რომ რეაქცია ეხა ჩოგბურთში ხო იცი რა სწრაფად მოდის ეს ბურთი ანუ ძალიან ხმალი ხო ხსები ანუ რამდენად წარმოიდგინე რა როგორ ანვითარებს და როგორ რამდენი უნდა იშრომ ამ რეაქციებზე ხა წარმოიდგინე მართლა რა ანუ ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და ბოქსთანაც რო იცოდე რატო ეხა ბოქსში ხო ჩამჯდარი ხარ სულ მოხრილი გაქვს ეს მოხლები და ხო ხტები რა აი წამის მიასედებში ხდება რა ძალიან სწრაფად სისწრაფე აუცილებელია რეაქცია აუცილებელია ფიზიკურ ვარჯიშს ხა წარმოიდგინე ეხა დღეში როდესაც რაღაცა დიდისთვის ვემზადები შავ დღეში რა ოღონდ რამოდენიმე თვით ადრე ცოტა ხანი ორი სიტყვაზე თვენახევრით ადრე ფიზიკურ ვარჯიშს ცოტა ვალაითებ რატო რომ ძალიან არ გადავიწვა და არ გადავიტვირთო მაგრამ დაახლოებით 7 საათი ვარჯიში მიდის წარმოიდგინე 9 საათზე ოლიმპიადისთვის რომ ემზადებოდი 9-ზე ხო ვიწყებდით 2 საათი პირველი 2 საათი იყო ფიზიკური მომზადება აი ხო ხვდები რომ ხან ტრენაჟონი ხან სირბილი შტანგა აი როგორც ხდება რა ის კროსფიტი ხო ხვდები კარდიო ყველაფერი შემდეგ 1-20 წუთი დასვენება 2 საათი გადაადგილებას ვეძახით რა ჩამჯდარი რომ სწორად ნაბიჯები წინ ნაბიჯები უკან ხო ხვდები ტაქტიკური მუშაობები ვისვენებ გულისხმობ ხო თვითონ იმიტაციას ხო ხმის გარეშე შემდეგ უკვე ცოტა ხანი დასვენება 1 საათი გიწევს შენ მოწინააღმდეგესთან ოღონდ ტაქტიკურ ვარჯიშებს ვეძახი ანუ სიტყვაზე ილეთების დამუშავება რაღაცა შემდეგ ინდივიდუალური მომზადება მწვრთნელთან ძალიან ბევრი ხა ინდივიდუალური მომზადება ბევრ სპორტს ესე ერთი მწვრთნელთან არა ხო ხვდები ანუ თვითონ ერთ-ერთზე რა და
ძალიან რთულია, ინტენსიურია ძალიან. ეხლა მწვრთნელთან როდესაც ხარ 40 წუთი სულ ჩამჯდარი და ჩათვალე რომ თითქმის არ ჩერდები რა. და ეს კარდიოც გჭირდება, ყველაფერი გჭირდება. შემდეგ ცოტა დასვენება და 2 საათი ფარიკაობ. წარმოიდგინებ. რამდენი ნებისყოფა გჭირდება რომ შენ ეს მეორე დღეს რო ადგები, შენ ის რაც გააკეთე წინა დღეს, კიდე გაიმეორე. გამოფიტვა როდის ხდება ხო? აუ ეს ყოველდღე გამოფიტული ხარ რა. თუ რაღაცა იმიტომ არის მედიცინაც ძალიან აუცილებელი. ხო, აი მაგალითად ეხა ფეხბურთში შეიცვალა ეგ ტენდენცია, რომ ადრე იყო ხოლმე რომ ბავშვი რო ჩავიდოდა, ნუ ფეხბურთელი დილის 10-დან ღამის 10-მდე ფეხბურთს. დღეს ეხა კარლო ანჩელოტი იყო პირველი მწვრთნელი, ვინცგანაც ნუ ესე კომენტარი მოვისმინე, რომ საათ ნახევარში რეალ მადრიდის ვარჯიში ქონდა გაწერილი ისე რომ დატვირთვაც იყო, დასვენებაც იყო, ის ინტენსივობაც იყო, გრძელვადიანი და მოკლედ და მაგით მე კიდე მშობლებთან გვიწევს ხოლმე ჩვენ კომუნიკაცია, რომ აი დაითრევენ ამ ბავშვებს და 5 საათი არ ბენინებენ რაღაც და არ შეიძლება და ეს ინდივიდუალური სპორტი უბრალოდ შენ იმდენად უნდა იყო ყველაფრისთვის მზად და თითოეული კიდე ცალკე აღებული ინდივიდის კულტი უნდა გქონდეს განვითარებული, რომ სხვანაირად მაგრამ გამოფიტვაზე ხო კიდე ცალკე აი როგორ არის ეგეც აი იმიტომ თქვი იმიტომ აღნიშნე წერა რომ რამოდენიმე ხნით ადრე უნდა შეამცირო რა მაგალითად ფიზიკურ მომზადებას ახლა ძალიან დიდი დრო აღარ უნდა დაუთმო თვით ადრე როდესაც ხო იმიტომ რომ მზად ხარ ხო რაღაც მოსამზადებელი გაიარე და შენ უკვე ის ბაზა შექმენი და შენ უკვე ჯანზე ხარ რა და შენ უკვე ის რაც უნდა მაგალითად გამძლეობა ის რაც გჭირდება შენ უკვე მაგისტვის მზად ხარ და ეხა უკვე ტექნიკას ამუშავებ, ილეთებს ამუშავებ და უკვე შემცირებულია ის ვარჯიში რა. და უკვე აი თავარია შეჯიბზე უნდა მიხვიდე, აი სუბუქ, შვიდად რა, სიმსუბუქე უნდა გქონდეს რა, რომ გადაღლილი თუ ხარ შენ თავსაც ებრძვი და ყველაფერს ებრძვი რა, რთულია რა. მე მაინტერესებს ესეთი რამ. შენი აზრით რომელი სპორტის ამ შემთხვევაში მოდი ფეხბურთი ფარიკავა შევადაროთ რომელი სპორტის წარმომადგენელს უფრო ჭირს წარუმატებლობის მიღება შენი აზრით წარუმატებლობა აა ხა ვისაუბროთ გოლახდილად ვიტყვი ხა ხო ტოპ დონეზე ვისაუბროთ მაგალითად ხო სოფლიო ჩემპიონატი აიღე ორივე განთუგიდან ან აქ ოლიმპიადა აიღე ან ჩემპიონთა ლიგა აიღე ნახე ორივეს თავისი სირთულე აქვს რა ფეხბურთის სირთულე ისაა რომ ძალიან მასშტაბურია ხა ფეხბურთში იმდენია სხვანაირად პრესტიჟულია ხა ხო და ფეხბურთი იმდენად პოპულარული სპორტია ხა რა მაგიტომაც რთულია რომ მაგ კონკურენციაში ხალხს ხო გონია ზოგს ხა მიყავს ბავშვი იმიტომ რომ აქ დიდი ფულია ეგეც არ არის ანუ ეგრე არ უნდა შეხედო მაგ ყველაფერს ხო უნდა შეხედო რომ თვითონ რეალურ დიდი სპორტია და გიყვარს და ხო რეალურად შეიძლება გიყვარდეს შენ ეს სპორტი, მაგრამ შენი შვილი იყოს რაგბში მაგარი შეიძლება. ჯანზე იყოს და შენ მიყავს ფეხბურთს. ანუ მაგასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და ფეხბურთი ისე იმდენად მასშტაბურია, იმდენად რთულია, რომ შენ ინგლისის ჩემპიონატი ითამაშო, სიტყვაზე მეორე ინგლისის მეორე ლიგაზე. იმ ხელა, ანუ რა ვიცი, რა უყურებ, მე თამაში მიყვარს ფეხბურთი. რაღაცა ცოტა ხანი აღარ უყურებ, იმიტომ რომ ის ლეველი აღარაა, რაც მე მიმაჩნია რომ ერთადერთი ყო არა მომაბრუნა ეხა რა თორე მანჩესტერი აბა ჩაკიმულია და აღარ მაყურებინებს ფეხბურთს და მანჩესტერი რაღაცა ნეიტრალური კომანდა არა ზოგ ამანებე თავი არა სიტის დამაწყებინა გვარდიოლა რომ მოვიდა და ზედზე 4-ში რომ მოიგო მეთქი მოდი სიტი იყოს თუ ეს მანჩესტერი მეორე მანჩესტერი იყოს იქნები მან მაინც იმან კი იქნა მაგრამ ხო და რა არის აქ რო სირთულე ფარიკაობის სირთულე ისაა რომ ძალიან აი ეს ინდივიდუალური სპორტი არის რთული რატო იცი შენ თავზე რო ხარ დამოკიდებული რა ნახე აი შენ თავზე ხარ დამოკიდებული და ნახე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტაფს აქ რა მწვრთნელი გინდა ექიმი გინდა და ნახე ხა სიტყვაზე ფეხბურთში რო შენ ეს სიტყვაზე მიაღწიე რაღაცას რა შალო როგორ არის მიაღწიე რაღაცა ერთი რაღაცა გააკეთე ხო და შეიძლება იმხელა ანაზღაურება გქონდეს ფეხბურთში. მაგ ერთი რაღაცის მიღწევით რომ მოხვდე უკვე ისეთ კლუბში მაგალითად რომელიც არის ძალიან დიდი კლუბი და პრესტიჟი. უკვე რაღაცა ერთი წელის რო ითამაშო სიტყვას ფინანსებს რო თავი დავანებო. შენ შეიძლება იმდენად პოპულარული ადამიანი შეიქმნა და იმდენად დასაფასებელი და ცნობილი გახდე. მაგრამ მე სიმართლე გითხრა მე არასდროს არ ყოფილვარ მე სპორტში იმის გამო რომ მე პოპულარული გავხდე. ყოველთვის არის მიზანი მქონდა რომ მე უნდა ვიყო შედეგიანი სპორტსმენი. ხო, სადაც იქნები იქონა. ის ახლა მე მთავარია ჩემ რა თქმა უნდა ხე გულშევატკივარი აუცილებელია და თითოეული მათგანი მიყვარს მე ვინც გვერდში მიდგას და
ძალიან კარგია რა თქმა უნდა დაგაფასონ და უნდა გიფასდებოდეს ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი ეგ მაგაზე ყურადღება არ უნდა ქონდეს გამოხვილებული. ეგ თავისით მოდის. თუ არ მოვა, არ ვიცი. მაგრამ მაგაზე თუ ყურადღება გამახვილებული იფანტება ხვდები? შენ უნდა იყოს შენს თუ გინდა რომ დიდხნიანი სტაბილური შედეგი ქონდეს რა. მე მაგას უყურებ ხა. 32 წლის ხო ვარ ხა და ხო იძახიან რომ ეს 30 წელს არავითარ შემთხვევაში. შენ როდესაც გიყვარს შენი საქმე რა, აი გიყვარს, აკეთებ შენ საქმეს. არა აქ ნიშნ ფეხბურთელი ხარ მოფარიკავ. ორივე რთულია რა, ვერ ვიტყვი რომ ხალხს გონი ხ ფარიკაობა არის და ხმალს იქ. ბევრი არის ხა გამოდის ხა და არ არის ესე ძალიან არ ძრახავ ხო არ უყურებენ და ეგ კი არა მეც ხო მითხარ პირველად სოფლიოზე ბოლომდე არ მოწონდეს ეს სპორტი ეგ სხვა საკითხია მაგრამ დაფასებაზეა საუბარია ხო სწორი ხა მაგრამ შენ უნდა ცე პატივი ყველანაირი სპორტს ყველა სპორტი არის რთული არც მე ჩემ სპორტს არ შევადარებ სხვა სპორტს იმიტომ რომ ჩემი სპორტი ჩემი ბურად არის ძალიან შენ ვერ ვიტყვი რომ ფარიკაობა შტანგაზე რთულია შტანგა ძიუდოზე რთული ყველა სპორტი არის რთული ყველა სპორტში არის შედეგის მიღწევა ძალიან ძნელი და იღბალიც გჭირდება რა თქმა უნდა მაგის გარეშე არ გამოვა მაგრამ უფრო მეტი შრომის იდეაში ხო ვინც ბევრს და პროდუქტიულად შრომობს იღბალი იმას გადმოხედავს მაგრამ ნახე ზოგს ადრე მოდის ზოგი ადრე იგებს რა ბევრი მინახავს სპორტსმენი დიდი შედეგის მაგრამ მე ნახე ხო ხტები ისე არ ყოფილა რა რომ სულ შეენარჩუნებინას? ხტები, ბევრი შეუნარჩუნებინ. ბევრს არა, ხე, ბევრი კაი ფეხბურთელი ხო, რაღაც წარმატება ნახა და დაკმაყოფილდა ნაყვა რაღაც. ძალიან გული მტკივა და გული მწყდება, ბევრი იყო. და ამიტომ სულ უნდა იყო ორიენტირებული შენ საქმეზე რა. არ უნდა იფიქრო. თავისის მოდის ყველაფერი. შენ როდესაც წარმატებული ხარ და პროფესიონალი სპორტსმენი ხარ, ყველაფერი ლაგდება თავისით. Yes. აი, ეხლა მე ყველაზე მეტად რაც დამაინტერესა ყურებისას რა იყო. მე წარმოვიდგარ ფსიქოლოგია და შენი სიგიჟე დაიმახსოვრეთ. შენი სიგიჟე რა მგონი ყველა მოფარიკავი გიჟე. ხო, კი. ამიხსენი. ბევრჯერ დასმულა ეს შეკითხვა ალბათ. შენ მიმართ მე არ მომისმენია სახალხოთსა. ხო, ყვირილსაც გააჩნია. ნახე, ორივეს რანაირად გონიოთ რომ მოიგეთ და ეკულა თქვენი. ეხა ნახე როგორი სიტუაცია. აი, კაი შეკითხვა იმიტომ რომ ხომ იცოდეს ხალხმა რომ რატო ხდება ეს ყველაფერი რა. ზოგს გონია ეს გიჟია, ეს არა. ხო. აი, როგორი სიტუაცია. მან დაიკვე თამაშია რა. საჯი, იმიტომ რომ საჯი მან როგორი რაღაც მომენტში გინდა რომ ფსიქოლოგიურად იმოქმედო და დააჭერა. ზუსტად ეგ სიტუაცია. ხანდახან ახ შეიძლება ბევრჯერ მქონია მე ეგ შემთხვევა რომ მაგალითად არ იყო ჩემი ქულა, მაგრამ ეგეთი ისა რა სტრატეგიული მომენტი არის ხანდახან, ხა სულ არ ხდება ეს რა. მაგრამ შეიძლება კონდეს ისეთი მომენტი რომ საჭიროდ ჩათვალო რა. იმიტომ რომ საჭი შენ თუ ანახებ რომ პასიური ხარ, ხო ხტები არ აქტიურობ, აი ხდება რა, ნუ რაღაცა სიმპათია უჩნდება იმის მიმართ უფრო ხტები? ამიტომ ხანდახან ეგ სიტუაციაა ხოლმე რომ აი ამიტომ შენც უნდა იყვირო ხანდახან, მაგრამ ემოციური სპორტიცაა რა, მთლად ეს არა ემოციური სპორტიცაა, იმიტომ რომ სულ ემოცი, სულ სისწრაფი, სულ ეს ხო ხტები? ეიფორიაში ხარ და გინდა რომ გამოიტანო ეს ემოცია, რომ შემდეგი ქულისთვის მომზადებული დადგე რაღაცნაირად. დაგეგმილი ქაოსი, მაქვს ესე მონიშნული ტოპიკად ეს კითხვა და რას თემა. ჩვენ ეს კითხვა, მაინც საუბრობთ ხოლმე რა კითხვა, პასუხის რეჟიმი არ გვაქვს. დაგეგმილ ქაოსში რას გულისხმობ? გულისხმობ რას? ესე იგი, მიდის მსვლელობა და უცბად გიწევს რომ შეცვალო ტაქტიკა, სტილი. ხო. პირველი რამდენად სწრაფად აანალიზებ ამას შენ. მეორე თქვათ მწვრთნელმა რომ გაანალიზა რამდენად სწრაფია შენსა და მწვრთნელს შორის ინტერაქცია თუნდაც აღებულ ქულას და სანამ გაემართებით ხო საუბრობთ ხოლმე რაღაცას. და მესამე რამდენად კომფორტულია ხოლმე შენთვის ამ სტილის შეცვლა და ბოლოს მაინც შენს ინტუიციას და შენს შესაძლებლობებს შენ სტილს ყვარენდობი ხოლმე. 99% ვენდობი, აი გააქვს იმ მწვრთნელთანაც რა, აუცილებელია მწვრთნელი, იმიტომ რომ გარედან აფასებს ის უფრო კარგად ხედავს, ხო იცი იმ მომენტს, მაგრამ აი ყველაზე მთავარი ხო ხტები ინტუიციას უნდა ენდო რა, უნდა გარისკო ხანდახან. ხო ხტები, მაგრამ ყველაზე აი შენ თავზე ხარ რა დამოკიდებული, იქ რო ხარ, ჩათვალე შენ ხარ. შენ ხარ და სხვა არავინ არ არის რა, უნდა ჩანდეს შენ და შენი მოწინააღმდეგე. ამიტომ ჩათვალე რომ 99% არის ჩემი ინტუიცია და მე თვითონ ვახტენ ხოლმე ყოველთვის აი
იმ სწრაფ რეაგირებას მაგალითად რა უნდა შევცვალო როგორ ხდება ეს ყველაფერი ხო ხდება ჩემ თავს ვეყვნომი ხოლმე სულ აი სურათი თუ შეგცვლია ძალიან აი რო არ ელოდებოდი და შეგიცვალა სურათი კი ნახე აი როგორ აშავ ხანდახან ბიჭო ხო გამოდიხარ მაგრამ რესპექტი გააქვს იმ შენი მოწინააღმდეგის მაგრამ შენი რაღაცა სხეული ეშვება რაღაცნაირად რა მაგრამ ხო ხდება ანუ გამოსულ ხარ და მაგალითად სპორტსმენი რა რო არ ელოდები რომ აი ვიღაცა არის 100 მეორე იმიტომ არის რთული სპორტი რომ შეიძლება ვიღაცა გამოვარდეს და რა ხდა სიგიჟე გააკეთოს რა და ყოფილა ეგეთ აი მაგალითად ნახე ნახევარფინალში ხა ეგვიპტელი ვინ შემხვდა ხო ხდები რა ხა არ მოდუნებულა რა ისე არ წავიდა როგორც მე ვფიქრობ 4-0 ხა მაგრამ ბრახტა ერთი ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი ფარიკაობაში რა ერთი წამითაც რო დაკარგო კონცენტრაცია წკაბ და დაგეხება ხო ხდება ანუ 4-0 და ეხა მანდ რო აზზე არ მოსულიყავი უცბად ნუ სხვანაირად წავიდოდე ხო პირველი ტაიმი კი მოიგო იმან 8-5 მაგრამ მე რო გავედი მეთქი აი გაჩერდი ხო იქ რას ელოდებოდი ფინალში 14-ზე რო გაჩერდი და იყავი და ფინალში 14-6 იყო ხო აი ნახე რა აი როგორი სოფლიო ჩემპიონატი ეხა აუ რა მურტალი რაღაცა ამ თან რაღაც მომენტში პირველი აი ხო შეგიძლია სწრაფად მივხვიდე გარისკა და აი ხა 1-4 ქულა აჩქო და მე რო გიახლოვდე აი ხო ვითომ 5 ქულა რამ ხელა განსვათ 4 ქულა და არა და მანდვეა უცბად აი ძალიან უცბად რავი ანუ ერთი ბრძოლა არის 5-14-ს ვაგებდი რა სოფლიო თასის მეოთხედ ფინალი იყო რა და ბიჭო ტიპს მოუკეს ეს ბრძოლა რა და წარმოიდგინე გაითიშა და მე რო ვიგძენი ეს იმდენად აი რომ ერთი და იგივე ქულას ვაყენებდი რავი ერთი 7 ჯერ მივაყენე და ეს მოხდა ალბათ 3 წუთის განმავლობაში 3 წუთში ხო ვიგძე ანუ საჯი რო იზახდა ეგრევე ვაყრიდი რომ მივხვდი რომ გათიშული იყო წარმოიდგინე რა 14-6 იყო ხო სოფლიო ჩემპიონატი ფინალია და ერთი ქულა სოფლიო ჩემპიონატია ეხა რა ვიცი ძალიან დიდი რაღაცა არის რა იმ მომენტში როდესაც ერთი ქულა გაშორებს ბიჭო აი ფიქრები ხო ისი მოვიდნენ მედალი სოფლიო ჩემპიონი ხდები და რაღაცა რო გეფარება თვალებზე რა აი რაღაცა კიდო კაი დროზე გამოფხიზლა ხო დაამთავრე გაჩერდი მეთქი რა გაჩერდი 0-0-ია მეთქი და აი მაგ 0-0-ზე რომ მივედი 14-6 იყო და 14-3 ქულა უცბად მივედი 3 ქულა მივედი სკაპა კიდე რომ არ გამეკეთებია კონცენტრაცია ჩემი თავისთვის და სადღაც მოვიდოდა აპას ხო საშიშია ამიტომ 14-9-ზე და აი უკან გავედი ცოტა ხანი ჩავისუნთქე 0-0 და ბრახ ეგ იყო და ეგ და კაი უმეტესად ევროპაში როგორია მედია გულისხმობ პოპულარიზაციას რა აი მაგალითად აქ რო არის ხოლმე მარტივი მაგალითი მოყავს ხოლმე სხვა სპორტ ძიუდოსაც დემებს რო შევშ რა ლევან საგინაშვილი ხო კიდე სხვა სპორტია ეხა არ არის ოლიმპიური და არ არის დოპინგ კონტროლი ხო არ მახსოვს ეხა სად ვიყავი ლევანთან ერთად ვიყავი მე დუბაიში და ვიყავი თურქეთში კი ქუჩაში ტაქსისტმა ჰიჯაბი დავრჩა მოკლედ დუბაიში ვართ რა გადაღებაზე და ტაქსისტი მწერს უბრალოდ ტაქსისტი მიწერა მეთქი დავრჩა თქო რა და ეს იმ დიდ გოლიათ კაცს არ დარჩა და მეთქი კი თქო რა და მე ვიცი ლევან საგინაშვილია და მოგიტანთო იმ შემთხვევაშიო სასტუმროში და ეს სასტუმრო სად არის აი ნიკოფსიდან და რუბანდამდე პირდაპირ გაგებით რა მოგიტანთ იმ შემთხვევაში თუ ლევანი გამოდა სურათს გადაიღებსო ჩემთან ქუჩაში ვერ გავევლი და აქ ნუ ეხა აქაც ზოგი ეხა აქ როგორ არის ეხა კაი ეხა ლევანია ძალიან ისეთი მოვიყვანე მაგრამ ზოგი უბრალოდ იმიტომ გადაიღებს რომ დიდი კაცია ანუ არის რომ კოჭიტელია ხო და მაგ როგორ არის ფარი ნუ ეხა ლევანა უდიდესი ხარ ჩემო არ აქვს მნიშვნელობა შენი სპორტი არის ოლიმპიური თუ არა შენ საქმეში ხარ რა ვიცი ტოპი ხარ და კონკურენტი არ ყავს ამიტომ ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან შენ რაც შეეხება ჩვენ სპორტში არის ქვეყნები სადაც ძალიან პოპულარულია რა ქვეყნები არის სადაც საქართველოში სხვათაშორის გაიგო უკვე ხალხმა აი ხვალ პერიოდი კი რა ვიცი იცის ხალხმა უკვე და გაიგეს რომ რაღაცა ჯოხის ხნება არა და ესეთი სპორტია რა იცის და უფრო მეტი უნდა იყოს მედიის მხრიდან მაგასაც ვიძახი უნდა ვთქვა ხოლმე ხო ხო რა თქმა უნდა ხო და რაც შეეხება რა იტალიაში ძალიან ცნობილი სპორტია აზიაში ძალიან განვითარდა კორეაში ჩინეთში იაპონიაში ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არის განვითარებული სპორტის გეუნები ზოგ ქვეყანაში ტოპ 3 სპორტშია ზოგ ქვეყანაში ტოპ 5 სპორტშია ხო ხტები ანუ ეს უკვე ხო იცი ქვეყნის იმაზეა დამოკიდებული და გააჩნია შენ რამდენად შედეგიანი სპორტია ხა იტალიაში არის ძალიან
ერთ-ერთი ყველაზე საფრანგეთში ვცხოვრობდი, საფრანგეთში ძალიან საფრანგეთშიც პოპულარული სპორტია ძალიან, კი. რავი, შეჯიბზე რომ სადაც არ უნდა მიხვიდეს, უსავსეა ხალხი რა. ეგეთ იტალიაში თუ მიხვალ, იტალიაში შათვალე. ან ერთი ვარიანტი ის არის ხოლმე, რომ იმდენად მასშტაბი და იმდენად ბევრი გიდია რაოდენობა მაცხოვრებლის, რომ ყველას თავისი გულშემატკივარი ყავს, მაგრამ იმ რეალობიდან აღებული მაინც დიდი პოპულარიზაცია აქვს და რომ აქ. ეხლა ნახე, თან როგორ არის, კლუბური სისტემაც არის ფარიკაობაში რა. კლუბური სისტემაც არის. ჩვენთან ფიზიკურად ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ არ არის მაგდენი მოფარიკავე და ეხლა რაღაცა გეგმები მაქვს, ვფიქრობ ახალგაზრდობის ხრივ შემდეგ რაღაცა სიახლეები გავაკეთო და დავაინტერესო უფრო პატარა ბავშვები რა, იმიტომ რომ რაღაცა სიახლეები უფრო ყოველთვის საჭიროა და ეხლა საფრანგეთში რო ვიყავი, წელიწადში არის, წარმოიდგინე ხა. ჩვენ ხო ჩვენი არის პროფესიონალური ჩათვალე და ზევიდან იყო კლუბური ორლიანი სახელით გამოდიოდი, ჩვენთანაც არის ჩემპიონთა ლიგა რა. ესე ქვია. ევროპის ლიგა, ევროპის საუკეთესო კლუბები გამოდიან და სამჯერ მოვიგეთ ეს. მაგრამ მე ისეთი ის იყო, რომ მე ხელს მიშლი და მაგალითად აი რაღაც სოფლიოთ აი ხო ხტები რა, ჩავთვალე სწორად რომ აღარ ვიღებდი, ეხაც მაგ რაღაც შემოთავაზები, მაგრამ აღარ მინდა რომ ზავა დავხარჯო ამ ყველაფერზე. ეხა არის სამომავლო რაღაცა გეგმები რა. ეხა სრული მზადება რისთვის დაიწყება? როდის იწყება ჯერ? მოდი ეხა ცოტა ხანი უნდა დავისვენო. ალბათ სექტემბრის ჩვენ ფეხბურთს მართლა უნდა ვითამაშოთ. ეხა დღეს საღამოსვე მოვაგვარებ ლუკასთან მაგას დავგეგმოთ. შენ როცა გინდა, მე ძალიან მაგისტრის. ძალიან მაგისტრის და უეჭველი ვითამაშოთ. განახი როგორ. ხო და ეხა ცოტა ხანი სექტემბრის ბოლომდე ალბათ. ვარა რაღაცა ვარჯიშს დავიწყებ სექტემბრის ბოლომდე. მე მგონი ამ წლის ბოლო შეიძლება გამოვიდე ერთ გრან-პრიზე, მაგრამ სად უწევს? საფრანგეთში, ორლიანში, ნახოთ, შეიძლება, არ მაქვს გადაწყვეტილი და შემდეგი წელი ალბათ ევროპის ჩემპიონატი არის და მსოფლიო ჩემპიონატის უწევს დაჟე შემდეგ წელს, შემდეგ იმის შემდეგ აღარ, იმიტომ რომ ოლიმპიადის წელი. ამიტომ შემდეგ წელსაც გაიჯახები მელის და ალბათ კიდევ ვეცდები რომ აი დაბლ რო გავაკეთო რა მაგისტრის და რა თქმა უნდა ტონუს ვინარჩუნებთ. მე იმას რა ქვია, ის დაპირება არ დავიწყები ოლიმპიადი შენ რა გონი? ყოველთვის. რა გითხარი? საფლიო ოლიმპიადი. ერთი გაკეთებულია ძმაო, ერთი გაკეთებულია, მეორეც გზაშია. მოდის. თუ გაბრაზებულ ხარ წეგან მედია რო ახსენეთ რომელიმე ჟურნალისტზე. ან აი პირობითად არ ვიცი მე ფარიყავა კარგად და აი რაღაცა სიგიჟე ვთქვი რა, აი სიგიჟე დავწერე უბრალოდ და ამ სიგიჟეს რო დავწერე განა ის რო მცდარი ვარ და ბოდიშ ვიხდი ვაჯერებ ხო რაღაცა ვაყვითლებ ამას კი აი ნუ ბერჯერ ნახე ზოგჯერ ისეთებიც არიან რომ სახელდაგვარს რა თქმა უნდა ხო არა ზოგჯერ ისეთებიც არიან რომ გაზეთში ხა მაგალითად 12 შეჯიბრი მოვიგე და ერთი წავაგე და იმ ერთზე ჩააჭირა ხო ხო ხდებიან ეგეთებიც არიან იყავით ეგეთები мотиваცია ხართ ეგ გზრდის мотиваცია ხართ მაგრამ აი ზოგს ხა მართლა რა ხა შენ მოვედი შენთან და ყველანაირად ხარ მომზადებული და მე ხა სიამოვნებს ეს ყველაფერი და სიამოვნებას მანიჭებს იმიტომ რომ ნუ პირველ რიგში ჩემი დაფასება არის ეს რა მე ხუმრობითაც ვიტყვი პირველად ევროპის ჩემპიონი რა გახდი შენ პირველი მორაგბე ხარ ევროპის ჩემპიონი ვინც გახთავ ხა ხო შეეშალა ხა ეს შეეშალა ხა რა ეს შეიძლება მექანიკურად შეეშალა უბრალოდ კარგი ხუმრობაა გამახსენდა და ინტერვიუს არის როგორ ვიკავებ თავს რა და ნუ ესეთები მორაგბე რო ყოფილიყავი რა პოზიციაზე იქნებოდი გარემ არ მინიაშვილი გაიქცეო მინიაშვილი ხა და ნუ არა რა ვიცი არის მაგრამ აი ესეთები შე როგორიც გაქვს ჩემი აზრით პოდკასტები უფრო მეტი უნდა იყოს სპორტში რატო ვიტყვი იმიტომ რომ მეტად ვაცნობთ ჩვენ ხალხს სპორტს ეს ერთი მეორე YouTube უკვე ძალიან ისე არის წარმატებულია ის რომ პოდკასტებში ძალიან დიდი კონკურენციაა. პოდკასტებში ძალიან დიდი კონკურენციაა და რა ვიცი, ჩემი აზრით სპორტსმენები კაი მოსაუბრი ხალხი ვართ და საინტერესო რაღაცებს ვიტყვით. ანუ იმიტომ რომ ბევრი ბავშვია და ბავშვებს უყვარს სპორტი. მე უნდა ვიზრუნოთ ყოველთვის მათგან ყოველთვის გვიждდები ბავშვებზე. მე თვითონაც ორი შვილი მყავს და ხო ხტები რა. ძალიან მინდა რომ სპორტში დატოვე ბოლომდე ფეხბურთში ფარიკავა არ დავინახო. ერთი ფეხბურთი, ორი ხო. საბედნიეროდ ორი შვილი მყავს, ორი ყველაზე საყვარელი სპორტი რაც არის. ძიუდოც ძალიან მიყვარს რა.
თქვა ნახეთ მაგრამ ფარიკავა და ფეხბურთი ჯერჯერობით ორი ხო დიდ ფეხბურთი მოწონს ფარიკავას მაგრამ ნახოთ რა თვითონ რასაც აირჩევს ხო თვითონ ისე წარმოგიდგენი ერთი 10 წლის შემდეგ ჩემი თავი აი რა მინდა იმასაც დავამატებ რომ მაგალითად სპორტსმენები არსებობენ ხოლმე ვისაც კამერა და საუბარი უხდება მაგალითად ეგეთი ყავს ერთ-ერთი გურამ კაშია პირობითად ერთ-ერთი ყოველთვის ხომ მე როცა მომდი ხოლმე მეცაც გეტყვი სანამ გაგიცნობდი რეალურად ფარიკავაზე მეტი შენი ალაპარაკები ვიცოდი ხოლმე შესაბამისად ანუ უხდება და აი საწახოს ზოგი შეიძლება რაღაცა იყოს და თან რაღაცის ანალიტიკოსად დაждდეს და რაღაცის წამყვანი შეიძლება რაღაცა ისწავლო შეიძლება დარჩე ფარიკავაში და პირიქით ხელი შეუწყო შენი გამოცდილება ჩააქცევ ახალგაზრდებში და ისაც წარმოგიდგენია თქო რა პირველ რიგში აი ძალიან მინდა რა შალო ძალიან მინდა რომ განვავითარო ეს სპორტი უფრო და გავხადო ძალიან ცნობილი არა მარტო საქართველოს დონეზე ხო ხტები ანუ მინდა რომ რაღაცა დიდი სიახლეები შევქმნა რა ეხა ბოდიში რო გეჩრები თბილისის გარდა ჩვენ კიდევ ჩვენთან არის ზესტაფონში არის ქუთაისში არის ბათუმში არის გურიაში არის არ მოიგინე კახეთში არ არის რა და მუშაობთ მაგაზე მუშაობთ მწვრთნელები რა ხო ხტები შა აი დიდი სურვილი მაქვს რომ ბევრი ანებებს ახალგაზრდა ასაკში თავს და მე ანუ ვფიქრობ რომ ჩემი აზრით წარმატებას მიაღწევ მწვრთნელობაში თუ სპორტში 50-50 რა ძალიან დიდი დაფასება არის ეხა ის კიდე თუ ფარიკავას ეხავთ ფეხბურთში ნათქვა მაქვს რომ მწვრთნელობა ბევრად რთულია იქ წარმოიდგინე ხო 11 ფეხბურთელი ყავს ჩაბარებული და უნდა ამოძრავ და ფეხბურთელი როცა ხარ შენ თავზე ხარ პასუხისმგებელი როგორ მოერგო გუნდს აქაც ნახე როგორ არის ხა ჩემ მწვრთნელს ყავს ალბათ 15 მოსწავლე ალბათ ხო ხვდები და ყველა ნახე რა ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე შენ ეხა შალვასთან ვერ იმუშაობ ისე როგორც სანდროსთან ხო ხვდები შეიძლება შალვას სისწრაფე უფრო კაი აქ მე ფიზიკური ანუ ძალიან რთულია რა ყველას სხვადასხვანაირად უნდა მიუდგე ამიტომ მინდა რა სამომავლოდ ვერ ვიტყვი რომ მწვრთნელობა არის ჩემი მიზანი რა რაღაცნაირ შეიძლება რა თქმა უნდა ჩემ განათლებას ჩავდებ ამ სპორტში იმიტომ რომ იმის ჩემი თავისთვის არ მნიშვნელოვანია მე მარტო ეს გავაკეთე პირველ რიგში ჩვენი საქართველოს მომავალი თაობისთვის რომ მე რაც შევქმნი მათთვის რომ აი ეს ბედნიერებას ამანიჭებს თუნდაც ერთი ბავშვი რომ მცირე რაღაცას мотиваცია ვიქნები მისთვის ამაზე მაგარი არაფერი არა ხო ხტები აი რომ მივდივარ და რაღაცას რომ მეკითხი აი უბრალოდ ამაზე მეტი სიამონება არ არის რა მე მიიღებ სიამონებას ამისგან რომ პატარა ბავშვს რაღაცით ვეხმარი ამიტომ მინდა რომ რაღაცნაირად ჩემი აკადემია აი ნახე პირველად ექსკლუზიურად შენთან საუბრობ და დაჟე საფლიოს ჩემპიონატის მერე პირველად შენთან რა ეგეც ხო ის არის ხო არსად არ ველოდებოდი ტელევიზიებში და დავისვენე ეს სწრაფად დასადებიო გიორგი და ამიტომ მინდა რომ რაღაცნაირად ჩემი აკადემია გავხსნა უფრო კარიერის მიწურულს რა ეხაც ვფიქრობ რატო იმიტომ არაფერში არ შემიჩნდეს ხელს ვეცდები რომ კარგი მწვრთნელები მყავდეს, რა თქმა უნდა, ვეცდები კი არა, აუცილებლად კარგი მწვრთნელებით იქნება დაკომპლექტებული ეს ჩემი აკადემია და აი ვფიქრობ რა, მოფიქრები სამომავლოდ მინდა რომ თვითონ ეს სპორტი რა, მსოფლიო ასპარეზზე უფრო ცნობილი და პოპულარული გავხადო. ამ ეს იდეები მაქვს, დიდად არ მაქვს ეს გააზრებული, მაგრამ ვფიქრობ ამ ყველაფერს ჯერჯერობით. ფიქრის დონეზე ვარ. კაი, ეხლა მივყვეთ რამდენიმე ბლიც შეკითხვას. ნახოთ, შემოწმოთ ჩვენი სწრაფაზროვნება. თუ ფეხბურთელი იქნებოდი მაგალითად, რომელ პოზიციაზე ითამაშებდი? Center forward. აი ვიცოდი რომ ეს პასუხი იქნება. თან მაღალია, თან ეხა გოლებს გავიგე. ხო და ალბათ უფრო ეხა შენი ფიზიოლოგიიდან გამომდინარე თქვი თუ უბრალოდ ეგ პოზიცია გიყვარს? უფრო ანუ ხო ხტები ანუ ჯანი მაგის გამოს და მიყვარს პოზიციაც ნუ ეგრე ცენტრალური მიცველი შეიძლებოდა მაგრამ ხო ეგრე ხარ 93 მეტრ 90 კი ცენტრალური მიცველიც გამოდგებოდა კი მეკარეც ეგრე მაგრამ მეკარე ხარ შენთვის ყველაზე ემოციური გოლი რომელი გახსენდება რაც შესაძლოა გინახავს გინდა ევროპული ან სოფლიო დონის და გინდა ქართული ჩემპიონთა ლიგა 1990 მე ხა ფეხბურთის მე დაბადებული არ ვიყავი მაგრამ სულ შერის მე ხო მე ვიყავი ალბათ 8 წლის
წარმოიდგინე რა შალვა მახსოვს სოფელში ვიყავით და ხო უყურებ ჩემ ოჯახში არის თითქმის ყველა მანჩესტერის გულშემატკივარი სოფელში უყურებდით ეხლა რა წარმოიდგინე ის ემოცია დამამახსოვდა და ეხლა ვისთვის და დევიდ ბექემი კუთხოს როაც ეგ იყო ყველაზე ჩემი აზრით ფეხბურთის ისტორიაში ხო ერთ-ერთი ყველაზე ის ხო ყველაზე late გოლი ეგ იყო ყველაზე ბოლოს გატანილი არა ბევრი იყო ეხლა მაგის მე რაღაც დასამახსოვრებელი რო გახსენდება ხო რაღაცა აიკონიკ ეგ არის ხო ორ წუთში ორი გოლი ხო 99 ხო რაღაც დაახლოებით ბარსელონაში იყო ეგ ფინალი ხო ბაიერნთან და ქართული რა გახსენდება კინკლაძე ალბათ რა სიტის ხო იცი რო ატყუებს ხო და ბოლოს რო ოკეი არა და ხა რა თქმა უნდა აი ისეთი ბიჭი აი მე რაც ხა ალბათ ხა ეს ევროპის ჩემპიონატზე ეხა სიტის გოლზე ფიქრო რომელი იყო ხო მოატყუა ერთი და მე მეკარისაც რო ჩოპს უკეთებს რა ეგ დაახლოებით მესი რო იტანს და მარადონა სად იყო მესი ხო რა ხო ძალიან მაგარი იყო კინკლაძე იყო სასწაული ფეხბურთელი ეხა თუ მოგეცემოდა შანსი რომ რომელიმე სპორტსმენს შეხვდა სპორტსმენს და მოდი ხა იმას ვქნათ რა სახეობები რომელი სახეობა გინდა ფეხბურთიც იყოს ერთ-ერთი რომელი სპორტსმენი იქნებოდა მოყევი გინდა ფეხბურთი ჩოგბურთი რომელიც აი ტოპ 3 ავიღოთ გინდა შენთვის ტოპ 3 რომელია ჩოგბურთი ფეხბურთი კალათბურთი ტოპ 3 სპორტი შენთვის ხო ფარიკაობის გარდა რო გეტყვი ხო ფეხბურთი რა თქმა უნდა პირველზე კალათბურთის ჩოგბურთს აი ჩოგბურთს უყურებდი ძალიან დიდი ხანი, როდესაც თამაშობდა ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩი ეს ტრიო რა. და ეხა რაღაც დიმარი რო გამოიხმაურებოდა ხოლმე სადღაც ხანდახან ხო გამოანათებდა ხოლმე. ეხაც რაღაცნაირად იმ დღეს სინერი ალკარასის ფინალს უყურე და სინერს გულშემატკივარი. აბა რატომ იმიტომ რომ ფედერერის გულშემატკივარი ვიყავი მანამდე. ძალიან მაგარი ბიჭია. რა და მაგრა მოუგო იუდოს. ეხა ალბათ რა ფეხბურთი რას უყურებ კიდე? კალათბურთი უეჭველი. კალათბურთი რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსი. რატომ უნდა დავაფასოთ იცი? არ ვაფასოთ ლებრონ ჯეიმსი დამანებეთ. 41 წლის კაცია. რონალდო და ლებრონ ჯეიმსი. რონალდო, ლებრონ ჯეიმსი. ანუ ეგ გარკვეულია რომ მაგ ორ ტიპს შეხვდებოდი მაქს იმიდა. რა ვიცი ხა შეხვედრით აი ვისის რო და ხა აი მორჩა კალათბურთელი დევიდ ბეკემი ფეხბურთიდან და კალათბურთიდან შაკილ ონიო. და ყველაზე ინტერაქცია იქნებოდა ყველაზე და გავრეპავდი მაგასთან. მაგარი კაცია ზარ. ალბათ შაკილ ონიო. ხა ეს ხას დიდათ ხა ვერ ვფიქრობ. ოკეი. წერან კი დაგიშვი, მაგრამ მაინც ფარიკაობაში უფრო ტაქტიკის გჯერა თუ ინტუიციის? ინტუიცია რა. შენ რა ცუდი მოსწავლე იქნებოდა. აუ, რთული. ტაქტიკა, ანუ წინ ნახე რატო გეუბნები მაგას იცი, იქ რო შედიხარ. შეიძლება შენ იმ სპორტსმენთან ის ტაქტიკა, იმ ტაქტიკით შეხვედი, მაგრამ ვაფშე აი რას თქვი შენ წერან? აი, რაღაც მომენტში სანამ უკვე დაღვინდები და გამოცდილებას მიიღებ წვრთნელი რო უკეთესად ხედავდეს? 100%-იანი ხარ. მერე? შენ მაშინაც ინტუიციას ენდავდი ხოლმე თუ როგორ იყავ? არა, მაშინ კი. იმ ასაკში, მაგრამ იბრძოდი, ხო, ეგეთი ტიპი იყავი რა. ხო, ეგეთი ვარ სულ რა. მაგრამ ей, კაცო, წვნელი აუცილებელია და უკნიდან ბევრ რჩევას გაძლევს რა, მაგრამ აი შენ ხარ იქ. მაგრამ არა, 50 მე ვიძახი იმ მომენტში. ხო. თორე წვნელი აკეთებს ნახევარზე მეც სამუშაოს გარეთ. იმ მომენტში შენ ხარ. სამი სიტყვა მითხარი შენს ფარიკავასთან დაკავშირებით. აი სამი სიტყვით აღწერე შენი თავი. მიზანი. აუცილებლად მიზანი. როგორ თქვათ? გადალახვა. მიზანი, გადალახვა და სიყვარული. ეს სამი სიტყვა არის. რატო ვიტყვი? მიზანი თუ არა გაქვს. ჩათვალე რომ არაფერს არა აქვს აზრი, გადალახო უნდა. მიზანი რაც გაქვს რომ ეგ მე გადალახო. გადალახო და ის გადალახო შენას თქვი, კარგად თქვი რომ ნიჭი არის 7 საათი და ეგ ყველაფერი გადალახო და სიყვარული თუ არ გიყვარს შენი საქმე, ჩემი აზრით, აი ნახე, რასაც არ უნდა აკეთებდე რა. რაღაცას ყიდი მაგალითად. ეგეც უნდა გიყვარდეს, რომ ხო ხტები, კარგად აკეთო, კარგად გააკეთო და სიყვარული თუ არ გაქვს, აზრი არ აქვს. ამიტომ აუცილებლად უნდა გიყვარდეს ჩვენი საქმე. კაი. შენ რომ ისეთი მოძრაობა ხარ ქონია, გამარჯვე, ეხა ხო შემოგძახე და 1-2 გადახდი, მაგრამ აი ესეთი მოძრაობა ქონია, რომელიც ფეხბურთს აღნიშნავს. გავს?
რავი, ალბათ არც მახსოვს ეხა ისეთ ემოციებში ვიყავი რა. მე უფრო იმას უმიზნებ რა, რამე რო გაიხსენოთ და მე რა ამოვანათო თქო და დაუგდო. ხო, რაღაცნაირად შორტზე გაუშვა თქო და ამონათდება თქო. ხო და რაღაც ისეთ ემოციებში იყო და ისეთი მაგარი იყო რა, აი ხალხი რა, აი ჩემი ხალხი რა, ყველა ჩემები ხართ რა, აი საქართველოს აი მაგარია რა. აქ რომ მოვიგე, უფრო მაგრად დარჩება ჩემი ისტორიას მე რაც შევქმენი, უფრო მაგრად ჩემი აზრით უფრო მაგრად დარჩება რა. აქ რომ მოვიგე, მგონი ცოტა გვიან. ან თან გაიძრე ეს. რაღაცა და აი მე ეს აღმოხდა ეს რეალი მე უფრო გაანალიზა. ხო ხტები მე კიდე იქ ვიყავი და ძალიან მაგარი. ესე აღნიშნა აი არ მახსოვს რა. ალბათ აი ესე ვაკეთებ ხოლმე. ღმერთს უხდი მადლობას ყოველთვის. შენ თუ ყოფილ ხარ ქართული ფეხბურთის მატჩზე? კი, რაც დაგმახსოვრებია და რა იყო? თუ გახსოვს. მოდი აბა კლუბური გაიხსენე ჯერ. თუ იყო კლუბური ვიყავი, დინამო ეთამაშებოდა. ბევრ თამაში წელი მითხარი და მე დინამო ნიუკასლს? არა, ტოტენჰემს. საქართველოში გაიცემა. ტოტენჰემი იქნება. ხო, მგონი. 5-0 წავაგეთ თუ რაღაცა ეგეთი. ხო. მაშინ არ ყავდა ტოტენჰემს. კი, მაგას საქართველოს ნაკრები სამწუხაროდ. ვაიმე, როგორ დამავიწყდა სტარი, რომელიც არ ყავდა ტოტენჰემს. ხო, აი ის ბეილი, კრისტიან ბეილი. ბეილი არ ყავდა. და ვერ და საქართველოს თამაშებს ეხლა რატო ვერ დავესარ, იცი? ოლიმპიადის სამზადისი იყო და ფიზიკურად ვერ ნახე. ხო, ივნისში მოიწია და ფიზიკურად ვერ ჩავედი ვერც ერთ თამაში რა. ევროპაში ვცხოვრობდი, მაგრამ რო არ ყოფილიყო ოლიმპიური თამაშები, არც ერთ თამაშს არ გამოტოვებდი. და ნაკრების რომელი გახსენდება? ნაკრების? აი ესეთი ცუდი პროფესია მაქვს მეც რა. ხშირად ვერ ვესწრებოდი თამაშებს რა. რაღაცაზე იქნებოდი გაგრესები. ხო, რაღაცა ადრე რა. შენი თამაში ხარ ნაყოფი ხორვატიასთან? თუ არა? ხორვატიასთან კობიაშვილის გოლს. არა, კობიაშვილის გოლს. ჩემი პირველი თამაში იყო სანაკრებო. ხორვატიასთან. რომელი თამაში ხა ბიჭო? აი, ჩაკვეს დროს ერთა ლიგის რომელი თამაშზე ხარ ხა ნაყოფი. ევრობასკეტზე ვიცი რომ ვიყავი, ევრობასკეტზე ვიყავი, კი, ევრობასკეტზე ვიყავი. ნიდერლანდთან თუ თურქეთთან. მოუგეთ თურქეთს. თურქეთთან. ხო, მამურო გაიგიჟა თან. თურქეთს მოუგეთ. თან თურქეთი მაგარი კაი ნაკრები. კი. მოუგეთ თურქეთს. ო საქართველოს ბიჭო, კაი თამაშზე ვიყავი და აი ვერ ვიხსენებ ვის ხვდებოდა. ვინ რა შემოდგა ჩვენ ვინ ვიყავ? ესპანეთთან. კვარას გოლზე ხო არ საუბრო? კი, ძმაო. ოკეი. ესპანეთთან ვიყავი, კი. ყველა რო გაგვაჩვმა და დაგვადუმა. კი, ესპანეთთან ვიყავ. შენი აზრით ფარიკაობასთან ურთიერთობით უფრო მეტ სიხარულს და სიცილს იზიარებ ხოლმე თუ უფრო მეტ მწუხარებას და ტკივილს? კარგი შეკითხვა არის, იმიტომ რომ ისიც იყო და ესეც იყო. ორივე იყო რა. მაგრამ რა თქმა უნდა პოზიტივს რა, უფრო პოზიტივს რა. იმიტომ რომ ის დაახლოებით იმას ხო არ გავს. ხო. ბავშვობაში რომ იჩხუბებდა იმჩეს და თხარები რომ გადაგახსენე. აი ხო რაღაცა იმ მომენტში რო გონია რომ აუ რა მოხთავდა ყველაფერი. ბავშვი ვიღაცასთან ხო გიჩხუბია კლასში ხა რომ შეიძლება ხელის მოქმედრია და ვაიმე სახში როგორ ნერვიულობ. ხო, რა ეგეთი სიტუაცია, მაგრამ მე რო გახსენება შეიძლება მეგობრობ იმ ადამიანთან და როგორ იხსენებ, ხო და კი, ალბათ უფრო სიხარულს და სუღიმილს თანაა ეს სპორტი ჩემთან დაკავშირებული. ბოლო შეკითხვა მაქვს, რომელსაც პასუხი მე მაქვს. ანუ შენ პასუხი გამწვავი არ მაინტერესებს შენი პასუხი. აი რომ მოიგებ თქო, რომელი მუსიკით აღნიშნავ თქო და გიო ის რო მოგცე. ხო და თან მანამდე ერთსაც ვიტყვი სანამ შემოიტან ორი კათხა ჩვენი სპონსორი, სადაც შეგიძლიათ რომ 4 სახის კრაფტულდი მიიღოთ, ეს არის ლაგერი, პილსნერი, APA და ხორბლის ლუდი და ასევე რესტორანში კუკაძის 52 ნომერში თქვენ დაგხვდებათ როგორც ევროპული, ასევე ქართული რესტორანი და იცი რა არის კიდევ ერთი რაც გამოგვჭა ჩვენ აი ხა ყურსასმენებში რომ მისმენთ ხო ყველაზე ვაფშე პოდკასტი მოგამი ხო ის არის რომ საუბრობთ ხო და აქ გესმით ამ მეორე ხარ თუ მესამე სტუმარი ვისთან ერთადაც ყურსასმენებით ხო არ შეგნით რომ მოგამით რომ იყავდა ჩვენი სპონსორი ასევე არის მირელი ყაზბეგის 11 ნომერში მუსიკალური მაღაზია და არა მხოლოდ ესეთი ტექნიკა, გიტარა, დრამი, მუსიკალურად თუ რაიმე გაგიხარდებათ, შეგიძლიათ ყველაფერი შეიძინოთ. ეხლა საჩუქარი სტუდიაში.
ეს მე დამახსოვრდა შევეთქვი მე სალომისთან ცალკე ვიკითხე და ხო არა მე და ეს არის ბიჭო ეს რომელ შადუნა სადაც გინდა ეს ასევე ჩვენმა დიზაინერმა დავით კოჩუაშვილმა რომელსაც უთხარი რომ თუფაკი ძალიან ჯერ ნატალიასთან ვიკითხე მე სუფრიდან მახსოვდა რაღაც მანდო იყავი რა მე ნატალიამ დამიდასტურა სალომეს კითხა ნატალია ხო და კაი ხნის წინ კითხა თან და ესეთი ინსპირაცია რომ ბარემ არ ვიცი ახლა თქვენ მან ერთ გუნდში ხართ ერთმანეთის წინააღმდეგ მაგრამ რაღაცა გუნდელები ვარ რაღაცა გუნდელები ხართ თან სახეზე ნახე სიდინჯი ესეთი ორიგინალური და ძერსკი საჯგარი მე მგონი რა ვიცი ძალიან მაგარი სამახსოვროდ ჩვენგანაც მადლობა ძლია თუ გავკადნიერდები და კედელსაც თუ დაამშვენებ ეგრევე შემოთახში ჩათვალეთ კარგ ადგილს დაიმშვენებს ხო რაღაც მომენტში კობიც ვიფიქრე მაგრამ თუ ფაიქი ცოტა ისეთი არა ეს მაინც რაღაცა ბავშვობის კუმირია რა მადლობა აი მადლობა პირიქით შენ რო იყავი ჩემთან ერთად და მოგვაკითხე როგორც იქნა დაგიჭირეთ და ვისაუბრეთ უმეტესწილად მაინც ფარიკაობაზე და მეც პროცესში მივხვდი რომ ფარიკაობაზე მეტი საუბარი ჯობდა იმიტომ რომ რეალურად წეგან რაც თქვი რომ პოდკასტებში გაცნობა უნდა ხდებოდეს სპორტსმენებს ახლა ნახე მაგალითად ჩემ პოდკასტს რომ პირობითად არ აქვს ბევრი ნახვა და მომყავს სანდრო ბაზე და ქვია საფეხბურთო იზოლაცია ფარიკაობაზე რომ ვასაუბრო ახლა იქნება უფრო ნაკლები ნახვა კონდეს მაგრამ აქ მეორე ვარიანტია რომ შენი იდენტობა რაც არის არ კარგავ შენ იდენტობას და რაც შეგიძლია რომ მეტად გაუზიარო ხალხს იქნება ის 1000 თუ 500 თუ 2000 კაცი ნაღდი მსმენელი იქნება და ნაღდად მოგისმენს შესაბამისად ბევრი რამ კიდევ გასარკვევია და შეიძლება შენც პროცესში ხარ ისეთი სპორტის სახეობა მაგრამ ბევრი რამ კიდე გავიგეთ ამისთვის მადლობა დაშტამპულად მაგრამ აიც უნდა გისურვოთ წარმატება ამის გარეშე არაფერი არ გამოვა საჭიროა და ხავერთი ოლიმპიადის მე მაინტერესებს რა როგორ ვიჟღურტულებთ მაინტერესებს დაპირებული ოლიმპიადის მე ასე რომ შენს ნათქვამია უკვე ბევრჯერ აღარ გავიმეორებ შენს მომავალ ოქროებსაც გაუმარჯოს მე ვიტყვი პირველ რიგში გისურვებ წარმატებას, კარგ საქმეს აკეთებ, არ გაჩერდე, იმიტომ რომ იცი ეს სპორტი და ისეთმა ხალხმა უნდა აკეთოს ეს საქმეც, ვინც იცის. და ესმის და ისე ჭეკითხვას დასვავს, რომ გააზრებული და ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი პოდკასტით, წარმატებას გისურვებ. და გისურვებ ძალიან დიდ განვითარებას და ეჭვის არ მეპარება ესე იქნება. დიდი მადლობა. და უფრო ბევრ სპონსორებს. ამიტომ ცოტა საჭირო იქნება და ჩავიხედოთ უფრო ჭირდება და გამოვიჩინოთ თავი ძალიან კარგი იქნება. მადლობა და ამ ნოტაზე თქვენც დაგემშვიდობებით, აბა. კარგად ბრძანდებოდეთ.